გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. აღიზიანებს ხალხს იცი? ესე ჩემი მუქთად ჭამა, ეხლა რა უნდათ ვერ გავიგე. ეხლა ჩემ მეგობართან ვიყავი ექიმი კახიმაჭავარიანი წარმოსადეგი ოჯახი ძვირფასი და შეძლებული ოჯახი და ხიზილალაც ბევრი ქონდა სახში დაგვადიჟეს ეხლა სააღდგომოდ ხო და რა ვქნა ხიზილალს რო დავინახავ ძალაუნებურად მეწაფები ხო და მიიყვარს ეხლა რა მოხდა ხო და ჭამ ეხლა მე მიიღებენ ამ ვიდეოს აი ხიზილალას ჭამ ხო მიიყვარს კიდე ეგეც გადაიღე ეხლა ასე რომ მოგიტანე მე პიეში თან ვიდეო ჩართულია იღი მივხერხულად გადმოვიღე კიდე რაღაც დადეს ეს ვიდეო ну ამბავი ატყდა იმნაირი და ეს უნამუსო და თუ არ გწხვენიათ და ისა და დაათხრებენ ამ ჩემ ვიდეოებს აქეთ-იქეთ ხალხშია რასაყურებინებთ ბავშვებს ხალხშია ეს ხიზელას ჭამს ეს უნამუსო ხო და ისა მე ახლა დავწერე კიდეც პოსტი შენი დავატირე გავიფიქრე ახლა ხვის ხიზელას ჭამს ხვის სახლში ვიკითხავს რომ შენ თან ვარ სტუმრად რა განიზიანებს რა გინდა ხო ვიღაცა ხო უნდა ჭამოს ხიზელას ვიკითხავს რომ ილანძღები და იფუთხები იქა ხო ნუ სასაული ჭირთ ხო რო არ მოგიყვე არ შამიძლიან და ერთმა ჩვენმა ახლობელმა ბიჭმა გააკეთა ტურისტული მარანი ხო ეხლა ამ სეზონით ვინ ხო ტრენდულია კი კაცო რო რაღაცეები ჩაასხამ უნდა გაასინჯო რაღაცეები ისტორიები მოუყვე რაღაცეები ხო ქვევრი გახსნა და ეხლა ხო გააკეთა ბიჭო რაღაცეები ეხლა დეკორაციები დაკიდა იქ სადღაც ნამგალი ჩამოკიდა იქ პატარა ჭური დადგა ქვევრი რაღაცები და მეტი ეფექტის თვინ წავიდა და მშრალხიძე იყიდა ვიღაცა ჩიხტიკოპიანი ქალისა და ჩოხიანი კაცის სურათი ხო გამააკრა მარანში გამააცხადა ესენი პაპა ჩემი ბაბო ჩემი არიან დიდი პაპა ბაბო და ის ტურისტები მოდიან ეს ისტორიებს უყვება რაღაცეებ აქეთ იქით და მამამისი შაღონდა კაცო შვილო გავიგეო რომ აი ვიღაცა ხალხ მალოცინებ ყველა მოსვლაზე ესეც გაადა და ეს ტურისტები რომ აბა თქვენი პაპაბების ხსოვნა იყო ესეც ცრემლი გაიდის აბა ხსოვნა იყო რაღაც ვაივიში გაიდის სამკაც და ამოვიდა ყელში ჯო გავიგეო რომ აი ხალხ მალოცინებ ვიღაცეებ ვაფშე არ ვიცნობ შეგაი ადამიანო შენაო კაცო ეს ხალი თურმე ძალიან მახინჯია იქაც არა უშავრა რა და მაინც აკიდლობდიო და ლამაზი მაინც წემეგეღო იმ შრალი ხიდიდან ლამაზ ხალი არ იყო იქა რომ წემეგეღო გამოგვეკრა გემეგვეკრაო კაცო როგორ არ იყო მამი მაგრამო ლამაზები 20 ლარი ღირდა ეს 5-ად მამცე იყო ცალკე იყო მახინჯი 15 ლარი დაზოგა და იქ უმიდია ბაბოს ეძახი ბაბოს ეძახის აბა რა გინდა რომ გააკეთო მოგლე შურიან ხალხს ადალებს თან სასწაული სოციალურ ქსელში ისა და ერთი წერს საჯაროდ მონიშნული ვყავარ რომ ისა პირდაპირ ასე იწყებს ვაზელინო ლიკლიკაძე გვასწავლე როგორ მიაღწია ამდენს ხო ჯერა შეკითხვა ხო როგორ მიაღწია ხო და მე მიუწერე მე უთხარი მეტი საქმეა მაგ ჯერ უფასოდ გასწავლო ცხოვრება მე უთხარი ხო და მე მეორე შენ შტერი რო არისო მე უთხარი შენივე შეკითხვაშია პირველ სიტყვაში პასუხი მე უთხარი ხო ვაზელინო როგორ მიაღწიოთ ამდენს მე უთხარი იგი წარიწის რომ თვითონია გაცემული პასუხი მაგრამ არ ვუთხარი რატომ უნდა იცოდე არ მიანიშნე ხო სადარის საიდუმლო დავაღური წინადადებაში პირველ სიტყვაში ქონდა პასუხი კაი იყო კაი 2003-ში ეხლა ალბათ ავტობუსით დივდიდი ხო თუ რითი დადივდი მაშინ 2003-ში იცი რა არის მე ვცხოვრობდი პეროვსკაიაზე ახვლედიანის ქუჩაზე და იმედი დიღომში არის და ნუ მაშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ იყო ასე აწყობილი არ იყო რა ნუ მოკლედ საშინელ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ 2003 წლამდე მოგეხსენებათ 2004-მდე მოდი ასე კონკრეტულად რომ დავაზუსტოთ და ტაქსით მიწევდა ხოლმე სამსახურში მისვლა და საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა და 1-3 თვის მერე ჩემმა კმარმა რომ მიხვდა რომ ხელფასის ნახევარი ჩემ ტაქსებში მიდიოდა მითხრა რომ მოდი მანქანა ხო არ ვიყიდეთ მოკლედ მანქანა ხო ჩამოვიდა ოღონდ ტარება არ ვიცი და არ დაგავიწყდეს რომ ტარება არ ვიცი მაგრამ მართვის მოწმობა უკვე მქონდა $100
იყიდე რა, იყიდებოდა მართვის მოწმობა. არა, მართლა იყიდებოდა, რამე კანონიც კი არ ვარღვევდით, კაცო, იყიდებოდა. მაშინაც კი როცა მართლა არ ვიცოდი, გადასარევად. ხო და მოკლედ ის არა ქვია. ერთხელაც მოვიპარე ეს ჩემი მანქანა საკუთარი სახლიდან. მაგრამ მივხვდი რომ არ ვიცი ტარება რა, დავძარი, მივხვდი რომ ვიღაცას დავეჯახები და მოკლედ საერთოდ მოვძებნეთ ისეთი ადამიანი, ვინც მასწავლიდა, ვინც პროფესიონალია ამ ამბავში. ხო და მოკლედ ის არა ქვია. ავიყვანეთ ბატონი დემური. რომელსაც ყავდა ესეთი ორსაჭიანი მანქანა. კი, ორივე და მე მეგონა მე ვატარებდი, მაგრამ სინამდვილეში ის ატარებდა და თან მასწავლიდა. თან ისეთი წესიერი კაცია, ტკბილი, რაჭველი, ესე მომაკითხავს დილით, თან სამსახურშიც არ მაგვიანდება, იმიტომ რომ იმ კაცს ხო ვერ ვალოდინებ. ჩამოვდივარ, ჩემი თავი მომყავს, სინამდვილეში 10 ლარს ვიხდი და მოკლედ გადასარევი ესეთ კომბინაცია გამომივიდა. ჩვენი პროდიუსერი იყო, ახლა ჟურნალისტიკაში არის სხვათა შორის უკვე ბრიტანეთში მოღვაწეობს, თავისი არაჩვეულებრივი გადაცემა აქვს იქ მაცაცო ცხოვრებაშვილი. მაცაცომ თქვა რომ ვემ რა კარგი ის არისო, მეც მინდაო მანქანის ყიდვა და მომეციო რა ამ დემურის, კი რომ უბრალოდ ნაყიდი აქვს მაცაცოს მანქანა და უნდა რომ მანაც არ იცის. ასე მეც ესე მოვალ ხოლმე გავიყიდე ამ ტაქსებითო და ჩართვაზე მაგვიანდება 8 საათი სრულდება, უნდა პარლამენტში მივიდე და ჩავერთო პირდაპირ ეთერში პარლამენტიდან. უცებ გავშალე ჩემი ტელეფონი, მივეცი ამ ბატონ დემურის ტელეფონი და გავცვალეთ ესე ნომრები მე და მაცაცომს თავისი მომცა და გადაუგზავნე ამ დემურ მაისურაძის ტელეფონი და წამოვედი ჩართვაზე. ვიმეორებ თემას, რომელზეც უნდა ვილაპარაკო ეთერში. ამასობაში აი ლაგუნავერესთან ვარ დაახლოებით, მირეკავს დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე იყო დემურ გიორხელიძე. ნუ ვიფიქრე რომ ამ რამე ინფორმაცია უნდა მომდის ან პარლამენტში ეკონომიკის თემაზეც ვმუშაობდი მე და დიახ ბატონო დემურ თქო გისმენთ თქო და ხოც რაღაცნაირი ხმა აქვს და გამარჯობა რა უნდა გითხრა იცი შენი სახელით დამირეკა ახლა ერთმა ქალბატონმა ვიფიქრე ახლა ამას ჩემი სახელით ვინმე რატო დაურეკა რა გასწავლე ერთი ისეთი მე შენ მეგობარსაც რო უნდა ვასწავლო თან ჩემს მანქანაში და თან საღამოს საათებში. ძალიან მაგარია და აუ, ვიფიქრე როგორ მიბედი. როგორ ლაპარაკება, გავუშვიდი, ნახავ თან ჩართვაზე მაგვიანდება დამავიწყდა რა თემაზე უნდა ვილაპარაკო. ბატონო თქო, მე ვთხარ. და უცებ აი წამის 1000-ებში არ გქონია ტვინმა რო იცის უცებ ამუშავება და ყოველ ცხოვრებას რო გადაყარს და გამახსენდა 9 საათის წინ მაცაცოს რომ მივეცი მძღოლი დემურის ნომერი და თურმე მივეცი დემურ გიორხელიძის ნომერი. ვაიმე ბატონო დემურ მე ვთხარი, ვაიმე იცით რა და თან ვიცინი, თან მწყვენია, თან არ ვიცი რა უნდა. იციო რაო? ქალი თუ ღირს ამათო. დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის მანქანაზე ვასწავლით არებას და გეხვეწები არ უთხრა რა რომ მე დამირეკავ. ანუ იმან მიხვდა რა ყველაფერს. არ უთხრაო რა, იმიტომ რომ ჩვენ დავთქვით უკვე შეხვდეთ პარასკევს 6 საათზე უნდა შევხვდეთ. ნუ არა მაქვს იმის დრო რომ მაცაცოს დაურეკო, იმიტომ რომ ჩართვაზე რომ გაგვიანდება, ფიქრობ მხოლოდ სამსახურზე და ჩვენ პასუხისმგებლობა იმდენად მაღალია, რომ არაფრისთვის არ მცალია და პარლამენტთან რომ მივედი, მირეკავს მაცაცო. თე ჯერ შენ რედაქტორია. თე ჯერ შენ ჩართვა არ არის და რა უნდა გითხრა იციო? შენ ხომ მითხარიო რომ ის კაციო ძალიან წესიერი კაციაო და ძალიან პატიოსანიო და ძალიან ისეთიო დაურეკეო და ვუთხარიო რომ იცით რა ესე ბატონო დემურო თეა მომცაო თქვენი ნომერიო და თეას რო ასწავლეთო მეც მინდაო რომ ასწავლეთო მე კი მყავს მანქანაო მაგრამ მოდითო ჯერ თქვენ მანქანაში დავიწყოთო მე ჩვენთან დავჯდე გადმოვჯდეთო ჩემთან ოღონდ საღამის საათებში მირჩევნიო რა გინდა რომ იფიქრო რა გინდა რომ მაგ დროს იფიქრო და მე რა გითხრა თქო მე ვუთხარი მე ვყავ დემურ გიორხელიძესგან ხოლმე გაფრთხილებული ვარო არ უთხრა ასე მითხრა კი გენაცვალე ნებისმიერ დროს მზადა აი ესე მართალია დარგობრივი ეკონომიკა ჩვენ ქვეყანაში რა თქმა უნდა მაცაცოს უთხარი ვისაც ელაპარაკა და შეხვედრა არ შედგა გადაცემის სპონსორია Village 11 ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის Village 11 კორეული ხარისხი PSP-ში გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე
მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.